მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ეს იქნება საგანგაშო სიგნალი არა მხოლოდ ინდივიდებისთვის, იმ პირებისთვის, რომლებიც დასანქცირდნენ, არამედ სრულიად სასამართლო სისტემისთვის და რაც არის ალბათ უფრო საგანგაშო იქნება იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც ასე ხმამაღლა არ ჩანს, რომელთა სახელებიც ხმამაღლა არ ჩანს, მაგრამ ყოველთვის შეიძლება ასეთ სიტუაციაში ჩვენ ხედავთ ხოლმე მოსაზრებებს, რომ თითქოს ამას უკავშირებენ რაღაც ანგარიშების ქონას, მოგზაურობას. ეს არის სასამართლო სისტემისთვის, თავად ქვეყნისთვის და რაც არის სანდოობას უკარგავს აი ამ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როდესაც პირდაპირ საეჭვო ბრალდებით მათ შორის კორუფციაში ხდება დასანქცირება გარე აქტორების მიერ ისე რომ შიგნით ქვეყნის შიგნით ამ ქმედებებზე არ არის არანაირი რეაქცია შესაძლოა რომ მაგალითად ჩატარებულიყო გამოძიება და თუნდაც გაებათილებინა ეს ეჭვები, მაგრამ ხედავთ რომ არის აბსოლუტური იგნორირება ამ მოქმედებების. ამიტომ ვფიქრობ რომ ეს იქნება ძალიან დამაზიანებელი სრულიად ქვეყნისთვის ისე ზოგადად ამ სისტემაში მყოფი პირებისთვის. შეიძლება გარკვეული სიგნალი იყოს სხვა მოსამართლეებისთვის, მათი სანქცირება ბუნებრივია, ანუ ეს სისტემაში როგორ რეაქციას გამოიწვევს და თავად მურუსიძის კომენტარი ვრცელდება, რომელიც ამბობს, რომ რაღაც გლობალური პარტია ერჩის, იმიტომ რომ აი რუმინეთში რაც გააკეთეს მოსამართლეებმა, რომ აქაც იგივე გააკეთონ და რომ არასასიამოვნოა, მაგრამ რა ქონება მას აქვს, ან არაფერი ერთი სახელფასო ბარათი აქვს და იმ ხომ ვერ წაართმევენ. სამწუხაროდ, რა ვიცი, სამწუხაროდ ალბათ ქვეყნისთვის, თორემ მათვისაბედნიეროდ შეიძლება ითქვას, რომ ეს ქონებები, მათი ქონება რომ გაზრდილია ამას მეტყველებს, რა ვიცი, ჟურნალისტური გამოძიებებიც, მაგალითად იგივე თქვენი არხის მიერ ჩატარებული, სადაც თვალნათლივ ჩანს რაღაც ქონებების არსებობა. შესაძლოა ეს არის მარცომიერად შეძენილი, არავინ იცის, უბრალოდ ამას არავინ პასუხობს. დღესდღეობით დეკლარაციებიც კი აღარ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, აი ამ ვებგვერდის ცნობილი და დაუსრულებელი ხარვეზის გამო. უკვე საფაქტობრივად ხდება აი ამ შემოსავლების ერთგვარად გაისაიდუმლოება, რაღაც სხვადასხვა ტექნიკური მიზეზებით, ეს ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ არ შეიძლება მაგალითად ასეთი ტექნიკური ხარვეზი გქონდეს ვებგვერდს ამდენი ხანი და ეს ვერ ხერხდებოდეს, რომ შემოსავლები გარკვეული თავდაობის პირების იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. ამაზე მეტყველებს ასევე თვითონ ადვოკატების მონაყოლი ამბები, როგორც საჯაროდ, ისე სოციალოსმენების არაერთი ფილმებია გადაღებული სხვა მედია საშუალებების მხრიდან სხვადასხვა ბიზნესის შესახებ, აი თუნდაც გუშინდელი ეს ძალიან რეზონანსული საქმე, რომელმაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები გააჩინა, ამიტომ როდესაც ასეთი კითხვები არსებობს, ამ კითხვებს ჭირდება პასუხი და ჩვენ ხედავთ ყრუკედელს დუმილს არანაირი არ ცდილობენ რომ მიაწოდონ საზოგადოებას გარდა იმისა რომ უბრალოდ ადგენენ და რაღაცები უარყონ. ხო, შესაძლებელია მეტი გამჭვირვალობა გქონდეს ამ სისტემას, უკვე სხდომებიც იხურება ნელ-ნელა, ხედავთ, ანუ აქამდე თუ საკადრო რესურსის მობილიზების საკითხი იყო დახურული, შემდეგ უკვე გადავიდა ფინანსური მოსავლების დახურვაზე, ახლა უკვე სხდომების საჯაროებაც პრობლემა ხდება და ნუ ნელ-ნელა უფრო მეტად იხურება ეს სისტემა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გარე აქტორების მხრიდან რეაგირება ამაზე იქნება, ისევე როგორც საზოგადოების მხრიდან, იმიტომ რომ არ შეიძლება ჩაკეტილი სისტემა იყოს დემოკრატიული და იყოს ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე. კი ბატონო, თავად ამ სანქცირების დოკუმენტში საუბარია კორუფციაზე მათი მხრიდან. აი ამაზე რა სიტყვით თქვენს ლაპარაკობდით ახლა ქონებებზე და იმაზე, რომ არანაირი განმარტება ამას არ მოყვება, მაგრამ მთავარ ფაქტორად ამის დასახელება რამდენად ადეკვატურია ვითარების და რეალობის. იმდენად, რამდენადაც უკვე საკმაოდ დიდი ხანია ამაზე არსებობს. ერთგვარი შეშფოთება იქნება ეს გამოძიებების თუ სხვადასხვა ასე თქო მithქმა-მოთქმის სახით, ეს არ არის მხოლოდ რაღაც
ასე ვთქვათ, ამოძახილი, ხო, რაღაც ფაქტებს ეყრდნობა და ეს ფაქტები დარჩა პასუხგაუცემელი. ამ დრომდე რომ ამ კითხვებზე პასუხი გაცემულიყო და გამორიცხული ყოფილიყო რაღაც კორუფციული გარიგებები და გამჭვირვალე ყოფილიყო შემოსავლები და ქონებები, რა თქმა უნდა, ასეთ ეტაპამდე არ მივიდოდა საგარეო აქტორები და არც ბრიტანეთის მხრიდან და არც სხვა ქვეყნებიდან არ მოხდა კორუფციის გამო მოხდა თანამდებობის პირთა დასაქცირება. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ ხედავთ, რომ ვკითხულობთ, რომ ეს არის ვარაუდები, ჩვენ ყველა ვსაუბრობთ ახლა ვარაუდებზე, იმიტომ რომ სანამ ამას საგამოძიებო ორგანოები არ დაადასტურებენ, რა თქმა უნდა, ის იქნება ვარაუდები, უბრალოდ იმდენად ძლიერი საფუძველი აქვს ამ ვარაუდს და იმდენად მაღალი ხარისხის არის თვითონ ეს ვარაუდი, რომ საკმარისი აღმოჩნდა აი ამ ღონისძიებებისთვის. ამდენად გაიქარწყლებინათ თავის დროზე და არაერჩიათ ეს პირშიწყლის ჩაგუბების პოზიცია, თუ მათ ჰქონდათ გასამართლებელი საბუთი, მაგრამ ეს სიჩუმეც ამეჭოს კიდევ უფრო ამძაფრებს. კი ბატონო, დიდი მადლობა. მადლობა მაია ბაქრაძეს, თბილისის სააპელაციო